დასავლეთის ქვეყნების მცდელობამ ერთიანი ფრონტის მიერ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთი დაესუსტებინა განაპირობა ის, რომ თავად ეს სახელმწიფოები აღმოჩნდნენ მარტო, წერს ფრანგული გაზეთი Le Monde. სტატიის ავტორი მარკ სემო წერს, რომ აფრიკის კავშირის წარმომადგენლებთან ზელენსკის ბოლო გამოსვლა აჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში კიევის პრობლემას შთაგონებული სოლიდარობით ეპყრობიან. ქვეყნების ლიდერები მხოლოდ მისი გზავნილის თავაზიანად მიღებით შემოიფარგლებიან. აფრიკის ფარგლებს გარეთ დასავლური ნარატივების მიყოლის სურვილი არ აქვთ ლათინურ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში. ავტორის თქმით, აფრიკიდან ლათინო ამერიკამდე იქნება ახალი ქვეყნების ბანაკი, რომლებსაც არ სურს დასავლეთისა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთება. ამ ქვეყნების უმრავლესობას ბევრად უფრო აწუხებს ეკონომიკური საკითხები, კერძოდ საკვების მიწოდების საკითხი, ვიდრე იმის გარკვევა, თუ ვინ არის მართალი და ვინ არასწორი უკრაინაში არსებულ სიტუაციაში. სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ ამერიკის ზოგიერთი მოკავშირეებიც კი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი უარყოფენ მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთთან კავშირები. სტატიაში წერია, რომ განხეთქილება აუცილებლად გამოვლინდება ნოემბერში დიდი ოცეულის სამიტზე, სადაც ქვეყნების უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნება იქნება და არა ძველი სამყაროს კონფლიქტები, წერს Le Monde. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ოფიციალურ კიევს მხარს უჭერენ, შიშობენ, რომ მათი მოქალაქეები დაიღლებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და შიდა დღის წესრიგზე კონცენტრირდებიან. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო წერს. მსოფლიო ლიდერები შიშობენ, რომ საზოგადოება მოუმზადებელი იქნება ომის გასაგრძელებლად. გამოცემამ მაგალითად ესტონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ ომის დაღლილობა ყველგან ვლინდება. მან ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას, მაგრამ იმავდროულად აღნიშნა, რომ ამის გამო მათ აქვთ მაღალი ინფლაცია და ენერგეტიკული კრიზისი. ასევე შეგახსენებთ, რომ კიევში ყოფნისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ როდესაც უკრაინის ომის გამო მსოფლიოში დაღლილობა იგრძნობა, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინა მსოფლიო საჩვენოს, რომ მის გვერდით დგას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე შვედეთი, შვეიცარიაში, აერია და შვეიცარიის ნატოში შესვლას მიესალმა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო თურქეთის შეთანხმება შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შესახებ, ბაიდენმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმართეს ქვეყნებმა განაცხადით. ბაიდენის თქმით, პირველად მას ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინესტამ თეთრ სახლში ვიზიტის თხოვნით დაურეკა. ჩვენ მას ტელეფონით ვუპასუხეთ და შევთავაზეთ დარეკვა შვეიცარიის ლიდერთან, თქვა ბაიდენმა, მაგრამ შეცდომას მალევე მიხვდა. შვეიცარია ღმერთო ჩემო, აღფრთოვანებული ვარ ნატოს გაფართოებით, რა თქმა უნდა შვედეთი. და ამატა ბაიდენმა. უზბეკეთის პრეზიდენტმა სავაქ მირზოევმა კარაკალპაკსტანის ავტონომიის ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უზბეკეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების გამო ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. კარაკალპაკსტანის დედაქალაქ ნუქუსში მასობრივი დემონსტრაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ კარაკალპაკსტანის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასulis უფლებას კარგავს და მას სუვერენული რესპუბლიკის სტატუსი უუქმდება. მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ არბევს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს. ასევე მედიის ცნობით, დაკავებულია მონაწილეთა დიდი ნაწილი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები.